მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ თუ რა საუბრობენ თქვენს ზურგს უკან ზოგადად. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და მოდით ვნახოთ, ხო? დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ რა საუბრობენ თქვენს ზურგს უკან. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. Ქვებსაც ახლავე დავარიგებ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სურველი, პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ ეს პოსტი. არჩიეთ ვარიანტი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა რას ჭორიკნობენ, რას საუბრობენ თქვენ შესახებ, თქვენ ზურგს უკან, ზოგადად ადამიანები. არკანი კვერთხების ზრვიანი. ნუ აქ ხაზგასმით არის საუბრები თქვენს ამბიციურობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან ისეთი მიზანდასახული ადამიანი, კარიერისტი. შესაძლოა აქ ისეთი საუბრებიც იყოს, რომ აი ეს ფულის გამო ადამიანსაც გადააბიჯებსო, ეს ფულის გამო იმასაც გააკეთებსო, ამასაც გააკეთებსო. იმიტომ რომ რაღაც ასეთი საუბრებიც იგრძნობა ამ არკანიდან გამომდინარე. მოდის საუბრები ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებთ ხოლმე ერთდროულად, ძალიან იტვირთავთ თავს რაღაცეებში. ნახეთ, ორი უკიდურესობა არის რა. ერთი ის, რომ ძალიან იტვირთავთ თავს ბევრ რაღაცაში და ხარ ძალიან ამბიციური, ძალიან ისეთი მოქნილი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მიზნებისთვის, ცუცაც კი გააკეთებს და მეორე უკიდურესობა ის, რომ თქვენ ასეთი ხართ მიზანდასახული, ასეთი ამბიციური, მაგრამ არაფრის კეთება არ გინდათ ამ ცხოვრებაში და ყველაფერი რაც მოდის თქვენს რეალობაში, ყველაფერი თურმე სასწაულად მოგევლინათ ზეციდან. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა საუბრობენ პირველი ვარიანტის შესახებ ზურგს უკან. კიდევ რა საუბრები მიმდინარეობს თქვენს შესახებ, თქვენი პიროვნების შესახებ. არკანი კვერთხების რაინდი, არკანი სიკვდილი, არკანი სამართლიანობა, არკანი პენტაკლების ცხრიანი. ნუ აქ მოდის საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცაში გაგიმართლათ. იცით, ძალიან ბევრი შურიანი საუბრები იგრძნობა ამ არკანებიდან გამომდინარე, თითქოს ბევრ ადამიანს მართლაც რომ გონია, რომ თქვენ ლამის ციდან მოგევლინათ ყველაფერი რაც გაქვთ. იცით, სულ რომ ეს მართლა ასე იყოს, სულ რომ არ ვიცი, მაგალითად მამაკაცის კისერზე იყოთ, ან მშობლების კისერზე იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იმას ანიშნავს, რომ თქვენ არაფერს არ აკეთებთ, ხო? ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ უფრო რაღაც შურიანი ტემბრი, შურიანი ენერგიები მოდის, სადაც ადამიანებს შურთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის, შურთ იმისა, რომ თქვენ რაღაც გაქვთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაც თქვენ მართლა თქვენით გაქვთ თუ სხვამ გიყიდათ, ეს არის თქვენი, ხო? და იცით, გასაგები არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ სხვისი გვერდში დგომა, იქნება ეს მაგალითად მამაკაცის ფინანსური გვერდში დგომა, მეგობრების, მშობლების, ვისი. მაგრამ აქ იგრძნობა ისის, რომ აქ მთლად ყველაფერი ასე არ არის. რომ თქვენ მამაკაცის ხარჯებზე ცხოვრობდეთ, მაგალითად ან ოჯახის ხარჯებზე, აქ საერთოდ ვერ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებთ და არაფერს არ აკეთებთ მეთქი. პირიქით, თქვენზე აშკარად იგრძნობა ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, იგრძნობა ის, რომ ფაქტობრივად ყოველ დღე ძალიან ძლავრი გადაწყვეტილებების წინაშე დგებით ხოლმე. შესაძლოა გიწევდეთ სხვა ადამიანების სერიოზული სიტუაციების განხილვაც კი და მათი სწორად განაწილება, ხო? ანუ გულისხმობ იმას, რომ აი მაგალითად გიწევდეთ გვერდში დგომა, სიტყვების ძალიან ფრთხილად შერჩევა ადამიანებთან თქვენს კარიერაში, ან ქმედებების ძალიან სწორი და ფრთხილი შერჩევა. იმიტომ რომ აქ იგრძნობა ეს დაძაბულობა. მაგრამ ადამიანები საუბრობენ თქვენ შესახებ იმას, რომ თქვენთვის ეს არის ძალიან მარტივი, მაგას რა უნდაო? ძალიან ბევრი გამკიცხველი ენერგია მოდის მეგობრებო თქვენთან მიმართებაში. განსაკუთრებით ბევრი შური მოდის თქვენს მატერიალურ მდგომარეობასთან, ფინანსებთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით. ადამიანების უმეტესობას ძალიან შურს თქვენი ფულის და შურს თქვენი, არ ვიცი, ლაიქების რაოდენობის, გამომწერების რაოდენობის, თქვენი გარეგნობის, ნივთების რაოდენობის. და არ ესმით, რომ ყველაფერი ისე გადასარევად შეიძლება არ იყოს, როგორც ჩანდეს, ხო? ჯერ ერთი და მეორე კიდე, რომც გადასარევად იყოს უკაცრავად, მაგრამ რამათი საქმეა, რა.
დავამატოთ კიდევ არკანები, რას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან, აბა პირველი ვარიანტი ვნახოთ. არკანი პენტაკლების 6-იანი, არკანი პენტაკლების 10-იანი. ხო, აი ფინანსურ ენერგიაზე მოდის ძალიან ბევრი შურები და ძალიან ბევრი საუბრები. აი, ამას რა უჭირს, ამას რა ენაღულება, ამას ის დაეხმარება, ამას რა ენაღულება, ამას ის ყავსო, ამას რა ენაღულება შეყვარებული ყავს, ამას რა ენაღულება, არ ვიცი, ქმარი ყავს, ის ყავს, ეს ყავს. ამას რა ენახულება ფული მაინც აქვს რა უჭირსო აი რაღაც ასეთი შურიანი იგრძნობა რა ასეთი საუბრები მეგობრებო და ნახეთ აქ ადამიანები თითქოს თქვენი შრომის გაუფასურების და თქვენი ენერგიის გაუფასურების გარდა იცით რას აკეთებენ როგორ საუბრობენ იმას რომ თქვენ გიჭირთ ადამიანების გარჩევა თქვენ გიჭირთ სწორად გაანაწილოთ თქვენი რესურსები და ამაში სხვათა შორის მე დავეთანხმები იმიტომ რომ იგრძნობა ის რომ თქვენ სირგვლივ არიან ცოტა პარაზიტი ადამიანები და ნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი არის თქვენ სირგვლივ, ვინც ცდილობს რომ თქვენგან რაღაც რესურსი მოკბიჩოს თქვენი ფინანსური ენერგია, მოკბიჩოს არ ვიცი თქვენი გამომწერები მაგალითად, ხო, ვისაც ბევრი გამომწერი ყავთ და ეს თქვენთვის აქტუალურია მაგალითად. აი ცდილობენ ამას რომ აი კეთილი გულით მოდიან რომ აი გამინაწილე ცოტათი გამიყავი მე ასეთი არ ვიცი ცოდო ვარ მე ასეთი არ ვიცი საწყალი ვარ შენს ხომ გაგივლია ასეთი სირთულე ადრე ხო და მეც ასეთ სირთულეში ვარ ახლა დამეხმარე გვერდში დამიდექი დამეხმარე შენ ხომ ახლა გაქვს ეს რესურსი რაღაც ასეთი სიტყვები მოდის და ასეთ ადამიანებთან იყავით ფრთხილად მეგობრებო იმიტომ რომ ემპათია ემპათიით ხო მაგრამ თქვენი რაც არის ის საერთოდ არ ხართ ვალდებული რომ ვიღაცას გაუღოთ ფრთხილად გაანაწილეთ თქვენი რესურსები. იმიტომ რომ აქ აშკარად მოდის ასეთი ენერგია, რომ აი რა ინაღულება ამას რა უჭირს. კი იგონებს აქ რაღაცებს, რომ რაღაც სირთულე აქვს გადატანილი, რაღაც ცუდი აქვს გადატანილი და კი შეიძლება ოდესღაც ვიღაც მოუგდა, ოდესღაც რაღაც ცუდი გადაიტანა, მაგრამ ეგ დრო გავიდა, უკვე გადახარშავდა მაგას. ახლა ხომ კარგად არის? ახლა მე უნდა დამეხმაროს და მოდიან ასეთი რაღაც თბილ-თბილი სიტყვებით, რომ აი დამეხმარე. გვერდში დამიდექი, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, შენ ხომ ჩემი ახლობელი ხარ. და პლუს გაუფასურება. შეიძლება ადამიანებმა თავი დაგიქნიონ, რომ ხო, კი, შენ ბევრს მუშაობ. მე ის ვიცი, მე ამას ვხედავ, მე შენ გაფასებ. მაგრამ რეალურად ამას ოდნავადაც არ აფასებდნენ. განსაკუთრებით კონკრეტული მამაკაცებისგან მოდის რაღაც ასეთი ენერგია, მაგალითად ძმაკაცებისგან, მეგობარი ბიჭებისგან, ყველას არ ეხება, მაგრამ შვილებისგანაც კი შეიძლება იყოს ეს შვილი ბიჭისგან მაგალითად, ხო? ანუ ქმრისგან, მეუღლისგანაც, შეყვარებულისგანაც. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ აი მასკულინური პარაზიტული ენერგიები წამოვიდა აქ უფრო მეტად ვიდრე ქალური. თუმცა ქალებიც ოხრად საკმარისად არიან აქ, რომლებსაც თქვენი რესურსების მოკბეჩა უნდათ და ცდილობენ კიდევაც. მაგრამ აქ ისიც ჩანს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენი საზღვრები უფრო გაამკაცრეთ და ასეთი მარტივი ნამდვილად აღარ არის. მაგრამ თქვენს ადგილას უფრო მეტად გავამკაცრებდი პირველი ვარიანტი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენზე რა საუბრობენ, თქვენ ზურგს უკან რა უნდათ, აბა ჩვენ სწორიკანა მეგობრებს ადამიანებს. თასები 7-იანი, ნუ საუბრობენ იმას, რომ თქვენ ხართ ასეთი ფანტაზიორკა. საუბრობენ, რომ თქვენ ხართ ძალიან ილუზიებში მყოფი ადამიანი, ილუზიების მოყვარული ხართ. ყველას არ ეხება, მაგრამ აქ მოდის ასეთი საუბრები, რომ თქვენ ძალიან ბევრ სიტყვებით ხოლმე, რომ საერთოდ არაფრის არ გჯერათ. ყველაფერს სიტყვებით, მთელი თქვენი რეპუტაცია, მთელი თქვენი პიროვნება არის ტყუილი, რომ რეალურად ეს ასე არ არის, რომ სულ იტყუებით. ან მეორე მხრივ მოდის ისეთი საუბრები, რომ აი თვითონ ამას ვერ ხვდებაო, ცოტათი ჩერჩეტი არის, ცოტათი სულელი არისო და ილუზიებში არისო, ასეთი საუბრებიც იგრძნობა აქ. მაგრამ უფრო მეტად მოდის საუბრები რაღაც თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ან თქვენს რაღაც სფეროსთან დაკავშირებით, რომ აი არ ჯერა ამას მაგისო, მაგალითად ჩემი კოლეგებისთვის შეიძლება იყოს ეს ძალიან აქტუალური, რომ არ ჯერა ამას არანაირი ტაროლოგიის, უბრალოდ ისე აკეთებს, ბუდისტვის აკეთებს ამასო, იმისთვის აკეთებსო, ხო? ან ზოგადად მოდის ასეთი საუბრები, რომ აი თქვენ ყველაფერს ტყუილით აკეთებ და ტყუილით აღწევთ.
ტყუილით ცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ნუ აქ ჩემს გვერდზე მე არავის გაკითხვას ნამდვილად არ ვაპირებ, მეგობრებო. ნებისმიერ შემთხვევაში მე თქვენი პოზიციიდან ვშლი, ხო? მაგრამ მოდით ვიქნები მაქსიმალურად გულწრფელი, სამყარო ისეული თვალსაზრისით ნებისმიერი სახის ტყუილი არის ცუდი, ხო? ცუდი რატომ? იმიტომ რომ სამყაროს არ უყვარს, ძალიან არ უყვარს ტყუილები, სამყაროს ძალიან არ უყვარს, როდესაც ჩვენ ტეხავთ ჩვენს სიტყვას, ტეხავთ ჩვენს პირობას. ამიტომაც აქ თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, ხო? თუ თქვენ მართლა სადღაც ხშირად იტყუებით ხოლმე, იცოდეთ რომ ადამიანები ამას მშვენივრად ხვდებიან და მშვენივრად ხედავენ, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ამ შემთხვევაში თქვენ სადარდებელი საერთოდ არაფერი არ გაქვთ, ხო? კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ. თავისთვის რაც უნდათ ისი ფიქრონ, რას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან ადამიანები, მეორე ვარიანტი. არკანი ხმლების ოთხიანი, არკანი ეშმაკი, არკანი პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების პაჟი და ხმლების ორიანი. შეხედეთ მეგობრებო, აქ როგორი სიტუაცია არის, როგორი საუბრები. ანუ პირველ რიგში აქ მოდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შეიძლება იყოთ დამოკიდებული რაღაცაზე ან ვიღაცაზე, მაგალითად გქონდეთ დამოკიდებულება ალკოჰოლის, სიგარეტის რაღაც უფრო მძიმეს მიმართ, ხო? ნუ საუბრობენ ადამიანები ამას აშკარად, არ აქვს მნიშვნელობა ეს მართლა არის თუ არა თქვენს რეალობაში, რომც რაღაც მცირედი რაოდენობით იყოს, მაგალითად ალკოჰოლი პერიოდულად რომ დალიოს ადამიანმა, ახლა ამით სამყარო არ დაიქცევა, ხო, უკაცრავად, მაგრამ აი მოდის რაღაც ასეთ საუბრები, რომ აი თქვენ შეიძლება იყოთ ან ალკოჰოლიკი, ან ძალიან დიდი მიდრეკილება გქონდეთ არაფხიზელი მდგომარეობისკენ. ასევე მოდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ აი სულ გაზარმაც და სახლში ჩარჯდა და აღარაფერს აკეთებსო. რაღაც ასეთი საუბრებიც მიმდინარეობს სამწუხაროდ, მეგობრებო. მაგრამ ძირითადად თითქოს თქვენზე ინფორმაციის მოძიება ადამიანებს ცოტათი უჭირთ. შესაძლოა თქვენ მართლა გამოიკეტეთ რაღაც გარკვეული დოზით სახლში. ამაშიაც ცუდი არის არაფერი და არც კარგი პირდაპირ გეუბნებით, ხო? ეს თქვენი საქმე არის მთლიანად. ხანდახან ადამიანი სახლში ვიქნებით ჩაკეტილი, ხანდახან გარეთ გამოსკუპული. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ადამიანებს ცოტათი უჭირთ ახლა თქვენზე ინფორმაციების მოძიება, იმიტომ რომ იმდენად გახსნილი აღარ ხართ, იმდენად ხშირად შეიძლება აღარ აქტიურობდეთ, მაგრამ მოდის ასეთ საუბრები, რომ აი გადაიკეტა სახლშიო, აღარაფერი აღარ უნდაო, აღარავინ აღარ უნდაო. და დამოკიდებულებებზე მოდის ინტენსიური საუბრები, რომ აი უეჭველი ღებულობს რაღაცას, უეჭველი იმას აკეთებს ან ამას აკეთებსო. კიდევ დავამატოთ არკანები. კიდევ რას საუბრობენ? ნახოთ აბა. ისევ პენტაკლების რაინდი. ხო, პენტაკლების დედოფალი, პაჟი და რაინდი. ნუ ძალიან სხვადასხვანაირი საუბრები არის თქვენს ფინანსურ ენერგიებზე. არის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მაგარი არასტაბილურად არისო, ხან აქვს ფულიო, ხან არა აქვსო, ან სათხარჯავს ამდენ ფულსო, გამაგებინოს ერთიო. რაღაც ასეთი საუბრებიც იგრძნობა თითქოს ადამიანები ცდილობენ თქვენი ფულების დათვლას, ცდილობენ თქვენი ფინანსური ენერგიების დათვლას. როდის რამდენი გაქვთ, როდის რაზე იხარჯებით. კიდევ რას საუბრობენ? კვერთხების ცხრიანი. საუბრობენ იმას, რომ აი გახდით უფრო კონფლიქტური, მაგას გონია რომ ყველაფერი ფულით მოგვარდებაო, ეს გახდა ბოლო დროს ცოტა აგრესიულიო, რაღაცა ბოლო დროს გააგრესიულდაო, ან პირიქით ადრე სულ ცდილობდა რაღაცების დამტკიცებას და ახლა რაღაცო ახარ ცდილობსო. იცით, სხვათა შორის ენერგოვამპირიზმის ერთ-ერთი პოპულარული, ასე ვთქვათ, ხერხი არის ზუსტად ის, რომ ადამიანები გიშლიან ნერვებს და ამ ნერვების მოშლით იკვებებიან. და როგორც ჩანს, თქვენ ამ ენერგიას აღარ იძლევთ, აღარ აძლევთ ამ ენერგიებს, აღარ აძლევთ ამის საშუალებას და ადამიანები ამაზე ხიზიანდებიან, იმიტომ რომ ენერგია აღარ ეძლევათ. ან მეორე სიტუაცია შეიძლება იყოს, რომ თქვენ ადრე არ იცავდით თქვენს პირად საზღვრებს და ახლა დაიწყეთ დაცვა და ამაზე ხიზიანდებიან. და ამაზე მოდის საუბრები, რომ აი როგორ ბედავსო საერთოდ ამას თავი ვინ გონია? ამას თავში ხო არა უვარ და ამას თავი პრინცესა ხომ არ გონია ან პრინცი? კიდევ მინდა ერთი არკანი მაინც დავამატო, რას საუბრობენ თქვენ ზურგს უკან?
ხმლების მეფე საუბრობენ იმას, რომ თქვენ რაღაცა ბოლო დროა ძალიან გამკაცრდით, თქვენ თავი ბრძენი გგონიათ, ჭკვიანი გგონიათ, თუმცა ნახეთ აქ საუბრები არის თქვენს ინტელექტზე, რომ აი სხვათა შორის ეს კარგ რჩევებს იძლევაო, ან კონკრეტულ სფეროში ძალიან კარგად ერკვევაო. ადამიანებს თან აღიზიანებთ თქვენი რაღაც სიცივე, თქვენი რაღაც იგნორი, თქვენი რაღაც რაციონალურობა, მაგრამ თან ხიბლავთ. იმიტომ რომ აქ მოდის ასეთი გაორებული დამოკიდებულება, სადაც თან ჭორაობენ, რომ აი ასეთი ცივი არისო, ასეთი იგნორი არისო და თან ჭორაობენ იმას, რომ მაგრამ თან ჭკვიანი არისო, თან იცის როდის რა გააკეთოს, როდის რა თქვასო. აი ასეთი გაორებული დამოკიდებულება მოდის აქ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.